მოგესალმებით. დღეს კარგი შეხვედრა მქონდა ცხეთაში ჩვენი რეგიონის პარტიის აქტივთან. იცით რომ ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონებში და ძალიან კარგი საუბარი მქონდა, მიმოიხილეთ რა თქმა უნდა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები ჩვენი პარტიის აქტივთან. ძალიან მაგარი განწყობაა, საბრძოლო განწყობაა. ჩვენი მთავარი მიზანი არის რომ პარტია მივიდეს ძალიან ძლიერად მობილიზებული არჩევნებისთვის და ძლიერად გავიმარჯვოთ. ეს არის მთავარი რა თქმა უნდა გზავნილი. ასე რა თქმა უნდა მე გავუზიარეთ ჩემი შეფასებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ის რაც ხდება ბოლო პერიოდში საქართველოში და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ სოფლიოში და რეგიონში ძალიან რთული ვითარებაა მოგესალმებათ. ამიტომ საჭირო არის ჩვენი ქვეყანა შვიდად სტაბილურად როგორც ვითარდება, ასე გაგრძელდეს ვითარება საქართველოში. საფრთხეები და რისკები არ წასულა. ომი გრძელდება უკრაინაში და ალბათ დიდხანს გაგრძელდება, არავინ არ იცის როდის გაგრძელდება, როდის დამთავრდება ეს ომი. ამიტომ საჭირო არის მობილიზება და სიფრთხილე და ასევე ძალიან მტკიცედ ყოფნა. ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი საზოგადოების მობილიზება საჭირო რომ არ დაუშვათ რაიმე პროვოკაციები ქვეყანაში. აპრილის შეკრებაზე გკითხავთ, რა მნიშვნელობის არის და რა მიზანს ემსახურება კამერებისგან. დიახ. რაც შეეხება ჩვენს შეკრებას, ესე იგი 29-ში ძალიან დიდი შეკრება გაიმართება რუსთაველზე, სადაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბატონ ბიზნევანიშვილი მიმართავს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს. მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული ჩვენი გუნდის მიერ, ვინაიდან ხალხში მართლაც არსებობს ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, ინტერესი და სურვილი იმისა, რომ გამართული იყო, ასე ვთქვათ, ასეთი შეკრება ჩვენი პარტიის. ეს ერთგვარი დავარქვათ, ასე ვთქვათ, სადემონსტრაციო შეკრებაც არის წინა საარჩევნოდ. ასე შეკრებები ყოველთვის იმართება და ყოველთვის გაიმართება, აქ უშუალო არაფერი არ არის პირიქით. ჩვენ კიდევ ერთხელ ჩვენ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, თუ სად დგას სიმართლე, რომელ მხარეს არის სიმართლე. გამოჩნდება ძალიან მალე, რომელ მხარეს დგას სიმართლე, სად დგას ქართველი ხალხი. ქართველი ხალხის ნებას ვერავითარი ძალა ვერ აღუდგება წინ. ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ. ამიტომ ის ხელმოწარული ოპოზიციონერები, ეგრეთ წოდებული რადიკალური ოპოზიცია და რომლებიც ცდილობენ რომ მოკავშირეების დახმარებით აქ რაღაც კარგული დამატების ჟანგბადი მიიღონ საზოგადოებაში და რაღაც დამატებითი ქულები ჩაიწერონ. ვერაფერს ვერ გახდებიან. ჩვენი ხალხი არის ძალიან ბრძენი. ხალხმა ძალიან კარგად იცის სად დგას სიმართლე. ეს ერთი რამ დაიმახსოვროს ყველამ კარგად. და მეორე ის რომ ეს იქნება გზავნილი იმისა რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებასთან ერთად და ხელისუფლება ქართულ ხალხთან ერთად არ დაუშვებს ქვეყანაში არავითარ არეულობას, დესტაბილიზაციას და რაიმე პროვოკაციებს. ჩვენ კარგად ვიცით რა არის სურვილი მეორე მხარის, რა არის სურვილი რადიკალური ოპოზიციის, რა იყო სურვილი. სურვილი იყო შემდეგი რომ მომხდარიყო რევოლუცია ქვეყანაში. ბოლოს 3 წელიწადში 3 მცდელობა იყო რევოლუციის მოხდენის. ბოლოს 3 წელიწადში ვიმეორებ 3 მცდელობა იყო რევოლუციის მოხდენის. რა თქმა უნდა, ეს ყველა მცდელობა მათთვის დასრულდა კრახით, ასეთივე წარუმატებლად სრულ ფიასკოს განიცდის. მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხის ხარდაჭერით, უფლის შეწევნით, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ არჩევნებს ძალიან ძლიერად მოვიგებთ და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას. ბატონო ირაკლი ხვალ გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების 14 სენატორმა განცხადება, სადაც საუბარია ამერიკას საქართველოს ურთიერთობებზე, რომ გადახედული ურთიერთობა თუ გაგრძელდა ამ კანონის მიღება მოსკოვის. თქვენ რომ გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს განცხადება, რაც მოსკოვის ამერიკის მხრიდან და რა საფრთხე ემუქრება ამერიკას საქართველოს ურთიერთობებს და მათ შორის იმ დაფინანსებას, რომელიც წლების განმავლობაში მოდის ჩვენი სოფარი პოლიტიკიდან. მე ბევრჯერ მithქვამთ საჯაროდას და ისედაც რა თქმა უნდა ჩემი პოზიცია იცის ყველა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს ჩვენს თავარსადგილ პარტნიორთან ამერიკასთან. ძალიან ვაფასებთ აი ამ ურთიერთობას. ამავდროულად მე ეს არაერთხელ მithქვამს, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ჯერ კიდევ სამწუხაროდ დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. თავარი გამოწვევა როგორიც არის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და უცხო
ქვეყნის რუსეთის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე. სხვა რისკებიც არსებობს ქვეყანაში. ამიტომ ჩემი პირადად ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. სურვილი არის ის, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გქონდეს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან და ჩვენს მეგობრებთან. და თუ რაიმე ბუნდოვანება, თუ რაიმე გაუგებრობა, ეს გაუგებრობა, ეს კითხვები უნდა იქნას განხილული დაახურულ კარს მიღმა. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი. რაც შეეხება ამ წერილს, მეც გავეცანი ამ წერილს შინაარს. რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა. ალბათ ეს უნდა თქვათ, რომ არასორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილს შინაარს და პათოსი განსაზღვრული. მე ერთს დავუმატებდი, რომ საჭირო არის გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ აქ რაიმე უჩვეულოს საქართველოს არ აკეთებს და არ არის რაღაც გამიზნული იმისა, რომ საქართველოს გადაუხვიოს, გამოითქვა კრიტიკა და გარკვეული შეფასებები გაკეთდა, რომ თითქოს საქართველოს აპირებს გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას თუ ასე თქვა დემოკრატიის გზას. ეს რა თქმა უნდა ძალიან რბილად რო ვთქვა, არა თუ გადაჭარბებული, არამედ ძალიან ისეთი განცხადება, საფუძველ მოკლებული განცხადება. საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი არის გარანტირებული კონსტიტუციის დონეზე. ეს ჩანაწერი გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა გუნდმა გააკეთა. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი საუბარი იმის შესახებ, რომ ჩვენს ხელისუფლებას გამიზნული აქვს საგარეო პოლიტიკის ვექტორის სრულება თუ რაღაც, გამორიცხულია მეგობრებო. აქვე იმასაც დავამატებდი, რომ ეს ბუნებრივია. შესაძლოა ჩვენ გქონდეს გარკვეული განსხვავებული შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ბუნებრივია ჩვენ ვერ გვექნება ყოველთვის ერთნაირი შეხედულებები, იდენტური შეხედულებები და შეფასებები, მაგრამ საჭირო არის ამ შეხედულებების, ასე ვთქვათ, დაახლოვება, დიალოგი, მეტი კომუნიკაცია, მეტი ჩართულობა და მე ვფიქრობ, რომ ეს გაუგებრობაც და ეს ბუნდოვანებაც მოიხსნება და გავაცინ. აბა, შემდეგში. იპასო, წნარა. არ გაჩერდებიან. აბა. რა ქოლგარჩება საქართველოს, უსაფრთხოების რა ქოლგარჩება საქართველოს, თუ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები გადახედავენ ამ ურთიერთობას და ეს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ეს განცხადებები რამდენად აზარალებს რეალურად საქართველოს? რუსული კანონი ღირს ამათ, რომ მათთან ურთიერთობა გავიბიჭოთ. ამიტომ გიმეორებთ, რომ საჭირო არის კომუნიკაცია. საჭირო არის დიალოგის. არა, გვაქვს ხელისუფლებას აქვს, მთავრობას აქვს, პარლამენტს აქვს. ეს კომუნიკაცია უნდა გაგრძელდეს, დიალოგი უნდა გაგრძელდეს, რომ ეს გარკვეული კითხვები და ეს გაუგებრობა მოიხსნას და არ იყოს ეს ბუნდოვანება შექმნით საზოგადოებაში. ერთი წუთი რა, შეუძლებელია თქვენ საუბარი ერთმა მკითხველმა. ეს რეზოლუციაში არის შეტანილი. მე მინდა კითხოთ ევროპარლამენტარებს რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეთ. საუბარი არის იმ დოკუმენტზე, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური ძალა აქვს, რეალურად არც სანქციებთან, არც ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ახსნელების ძალა არ აქვს რეზოლუცია და ერთი ვიზა ლიბერალიზაციის ჩემთვის პირველში მინდა რომ საზოგადოებას ჩემი შეფასება გაუზიარო და მე ვფიქრობ ხალხი ძალიან კარგად ხვდება რა მიზანი ქონდა ამ რეზოლუციის მიღებას, მაგრამ მინდა ცოტა უფრო შორიდან შემოვარო ამ საკითხს. გავიხსენოთ რა მიზანი ქონდა 2 წლის წინ აი იმ შეურაცხყოფელ უსამართლო რეზოლუციას, რომელიც იქნა მიღებული ევროპარლამენტის მიერ 2 წლის წინ. თანაც როდის ივნისამდე, როცა ევროკომისიამ განეხილა ჩვენი საკითხი. ასევე უკრაინის და მოლდოვის საკითხი. ან ქვეყანას მისცემდნენ თუ არა კანდიდატის სტატუსს. წარმოიდგინეთ ასეთ ვითარებაში ოკუპირებული ქვეყანა, სადაც ჩვენი 20% ტერიტორიის კიდევ გავიმეორებ ყოველთვის არის ოკუპირებული და რუსეთის ჯარი გვიდგას ჩვენს ტერიტორიაზე, მიატოვეს, გაწირეს პირდაპირ არეულობისთვის და მათი მიზანი იყო ვინც ეს დაალობირა, ასე ვთქვათ. ეს რეზოლუცია ვინც დაალობირა, ეს პოლიტიკური ჯგუფის დაორგანიზებული იყო და სხვათა შორის ნაციონალური მოძრაობის დედაპარტიის, ასე ვთქვათ, დედაპარტიის ხალხს რა უსნათ,
მათი მთავარი მოკავშირე პარტია ვინც არის ევროპაში, ევროპის სახალხო პარტია. აი ამ პარტიის, ანუ ნაცმოძრაობის მთავარი დედა პარტიის მიერ იყო ლობირებული აი ის სამართლო და ის უსამართლო რეზოლუცია. ქვეყანა მაშინ გაწერეს და უსამართლო რეზოლუცია იქნა მიღებული. მიზანი რა იყო, მეგობრებო? მიზანი რაც მე შეგახსენეთ ყველას. მიზანი იყო რევოლუციის მოხდენა ქვეყანაში. ეს მარტივი საკითხი იყო და არის. 3 წელიწადში 3 მცდელობა იყო რევოლუციის მოხდენის ქვეყანაში. ამიტომ მაშინ როცა ესე იგი ქვეყანა ელოდებოდა ისტორიულ გადაწყვეტილებას, ჩანაწერი რაც მაშინ გაკეთდა 2 წლის წინ გაკეთდა, რომ ქვეყანას არ უნდა მიეცეს კანდიდატ სტატუსი. ეს ხომ იყო საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არ იყო საბოტაჟი. ეს იყო პირდაპირ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული რეზოლუცია, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მიმართული რეზოლუცია. ეხლა რაც შეეხება ამ რეზოლუციას, ეს რა თქმა უნდა ეს არის ჩემთვის როგორც აი მოქალაქისთვის, გავწიოთ ჩემი პოლიტიკური თანამდებობა, პარტიული თანამდებობა, ეს არის შეურაცხყოფელი. ესე იგი რას გვეუბნება ევროპარლამენტის 500 დეპუტატი, 450 დეპუტატი გვეუბნება რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიზნესმენი რომელმაც ქვეყანა გადაგვერჩინა ეს საშინელი, მჩაგვრელი, ავტოკრატიული, რეალურად ავტოკრატიული დიქტატურისკენ მიმავალი რეჟიმი მოაცილე ქვეყანა გადაარჩინა რეალური დემოკრატიის დამკვიდრება დაიწყო და ამყარა, თავისუფლება მოუტანა ქვეყანას ევრო კავშირთან ასოცირებაში დახმება, უიზო რეჟიმი, თავისუფლება ვაჭრობა, სტატუსი. ამ კაცზე ამბობ და აღარ გავიმეორებ რა თქმა უნდა მის სხვა დამსახურებას რომელიც მას გაწეულია ქვეყნის წინაშე. ამ კაცზე ამბობ რომ უნდა დასანქცირდეს და ესე იგი ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, ვინც მოუტანა ომი, ნგრევა, უბედურება, ადამიანების წამება, გაუპატიურება, ჩაგვრა, ბიზნეს რეკეტის, თავისუფლების მედიის საკითხს გულისხმობ. ეს კაცი გამოუშვა და დაუბრუნდა ხელისუფლებაში. რატომ რომ დაიწყოს მან ომი, უბედურება გაიმეოროს, ხელმეორედ და საბოლოოდ დაანგრიოს ჩვენი ქვეყანა. ჩვენთვის ამას ნიშნავს ეს რეზოლუცია. ამიტომ ეს არის მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხყოფელი რეზოლუცია. უფრო მეც ვიტყვი ერთი წუთი რა. უფრო მეც ვიტყვი. ამავე რეზოლუციაში მორგი მზაკრობა არის ჩადებული. მინიშნება რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო რეჟიმი რაღაც. როგორ შეიძლება ასეთი ტონით საუბარი და უვიზო რეჟიმი ქვეყანა ჩვენმა მთავრობამ მოიპოვა. ერთ-ერთი ბრიყვი გამოვიდა, ხო მე მგონი იგივე ეს პატიმარ სააკაშვილი და ჩვენ დავიწყოთ. საზოგადოება შევალცენებს სრული პასუხისგებლობით. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, მაშინ მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი გახსოვთ, პრემიერ-მინისტრი ბიძინეონიშვილის დროს, ქალბატონი სესილია მარშტრომი იყო ჩამოსული ევროკომისარი. მან პირადად მე გადმომცა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ეს იყო ძალიან დიდი დოკუმენტი, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა. მაშინ ჩვენი სამეცნიერო გასაკეთებელი იყო 70%, დანარჩენი იუსტიციის და სხვა უწყებების და ეს საქმე გაიარა ქვეყანამ, მთავრობამ გაიარა. ბოლომდე დახურა და მაშინ 15 წლის ბოლოს დეკემბერში გახსოვთ, საბოლოოდ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამაზე შეიძლება მინიშნება რომ აქ რაღაც ხდება. ჯერჯერ რა ხდება? ამ კანონით საუბარია რომ რაღაც კიდე გავიმეორებ. საუბარი იმაზე რომ თქოს რაღაც კურსი იცვლება ან დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ეს ხომ ძალიან დიდი აბსურდია მეგობრებო. ჩაგვიწერეს რეზოლუციაში ასევე ამ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რეკომენდაცია ასე ვთქვათ. ამით რა მინდა თქვა რომ ევროპარლამენტი ძალიან ცუდად იცნობს ქართველ ადამიანს, ქართულ ხალხს. 90%-ზე მეტი აი ნებისმიერს კითხეთ. 90%-ზე მეტი ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი საზოგადოების არის წინააღმდეგი LGBT პროპაგანდის. არის წინააღმდეგი აი ამ სქესის შეცვლის კამპანიების და ამ უბედურებების. არ აინტერესებს ხალხს, ეს არ უნდა, ეს არ სურს ქართულ ხალხს. როცა გეუბნება ევროპარლამენტი რომ ეს არ უნდა მიიღო, შენ ამის წინააღმდეგ არ უნდა გააკეთო. თავად ახდენს ევროპარლამენტს როგორც რა თქმა უნდა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციის დისკრედიტაციას ასე ვთქვათ. აი ეს გუნდი, ეს 500 თუ 450 დეპუტატი, პოლიტიკურად ანგაჟირებული დეპუტატი. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩემი შეფასება არის სასახად. უსამართლო შეურაცხყოფელი რეზოლუცია.
ასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ველზე გადის. ქვეყნის წინსვლა უნდა იყოს დაფუძნებული სიტყვებზე მამული ენას არწმუნება. თქვენ რო შეაფასოთ ეს განცხადება, გუშინ გამოქვეყნდა რამდენად ერთმანეთთან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე ისაუბრა. ეს ნაწილი მივცეთ, რომ აი ნაჩქარევი ემოციური ქმედებების არ მივცეთ საშუალება, რომ დაარღვიოს სტაბილურობა ქვეყანაშიო. ეს ნაწილი რომ შეგვიფასოთ ბატონო ირაკლი. ჩვენი საზოგადოების 85% არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივისცემთ ყველა რელიგიას, ყველა სარწმუნოებას, ჩვენ ვართ მრავალ კონფესიური, მრავალ რელიგიური, მრავალ ეთნიკური საზოგადოება, მაგრამ წამყვანი, რა თქმა უნდა, სარწმუნოება ჩვენი რელიგია არის მართლმადიდებლური რელიგია და ქრისტიანობა, რამაც ჩვენი ხალხი და ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ქვეყანა მოიტანა და მოიყვანა დღემდე. ეს ჭეშმარიტებაა. ჩვენ საპატრიარქოს და ჩვენს ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია. იმიტომ რომ ისინი იცავენ ჭეშმარიტებას, ისინი იცავენ სიმართლეს. და ისინი ეკლესია, საპატრიარქო მოუწოდებს საზოგადოებას ყოველთვის სწორი პოზიციის დაკავებისკენ. გუშინდელი განცხადება, რომელსაც მე გავეცანი, მორიგი ასეთი სიმართლის, ასე თქვათ, განცხადება იყო და მე აბსოლუტურად მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და ამ განცხადებას, მის შინაარს, მის პათოს, ყველაფერს ვიზიარებ. საზოგადოებას დღეს სჭირდება სიმშვიდე, გონიერება და აუცილებელი არის მშვიდად მტკიცედ გავიაროთ აი ეს პატარა განსაცდელი, რომელიც ახლა არის ქვეყანაში და საერთოდ მთელს რეგიონში და მსოფლიოში. ძალიან რთული ვითარება, მეგობრებო. ეს არ შეიძლება ამის ლოკალიზება, ამის დაყვანა რაღაც ვიწრო პარტიულ გაუგებრობებზე. აქ საუბარი არ არის, რომ ამ რადიკალურ პოზიციას რაღაც დღესასრიგი აქვს და ჩვენ გვიპირისპირდება რაღაცების გამო. აქ საუბარი ქვეყნის გადარჩენა, არ გადარჩენას. ღმერთმა დაიფაროს აქ. რამე რო შეცვლილიყო ქვეყანაში, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, მეგობრებო. აი 2 წლის წინ რაღაც ამათ რომ მიაღწია წარმატებებთან, 3 წლის რომ მიაღწია წარმატებისთვის და რაღაც მოეხდინა გადატრიალება, ქვეყანა დღეს აღარ გვექნებოდა. აქ იქნებოდა დღეს რუსული ჯარი იქნებოდა შემოსული. ომი იქნებოდა, უბედურება იქნებოდა. გავრცელდებოდა მთელს ტერიტორიაზე. ეს უკარგად ვიცით. მიზანი რა იყო სააკაშვილის შემოსვლის? რევოლუცია და რამდენიმე თვეში დაიწყო უკრაინაში ომი და ამ ომის გადმოტანა და მეორე ფრონტის გახსნა ქვეყანაში. ეს კარგად ვიცით. საზოგადოებამ კარგად იცის, კარგად იცის საპატრიარქომ, ეკლესიამ. იმიტომ რომ ეკლესიას ყოველთვის აქვს ჩვენი ერის პულსზე რომ მეტყვიან ხელი დადებული და კარგად გრძნობს აი იმ განწყობას და იმ საფრთხეებს, რომელიც ქვეყანაშია. ამიტომ არის საჭირო, კიდე გავიმეორებ, სიმშვიდე, გონიერება და სიმტკიცე. რომელსაც შევარჩევენ ოპოზიციური პარტიებიც. ისინი ამბობენ, რომ ამ ერთობით ჩვენ მიზანს მივაღწევთ და ქართულ ოცნებას არ მივახებინებთ ამ კანონს. როგორ შეაფასებდით და ექნება თუ არა ამ აქციებს შედეგი? მშვიდობაზე საუბრობდით ბატონო ირაკლი პარალელურად და რისკებზე ამ 29-ში არის თქვენი შეკრება, ხვალ არის დაგეგმილი, როგორც ამბობენ, მასშტაბური რეაქცია, იგივე კითხვის გაგრძელება. რაიმე რისკებს ამ ხრივ აგეგმავთ თუ არა? რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, მე ამაში ვერ ხედავ ვერაფერს უჩვეულოს და აქვე მინდა ჩვენს ხალხს უთხრა შემდეგი ინფორმაცია. დღეს ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებული არის 31041 არასამთავრობო ორგანიზაცია. 31041 არასამთავრობო ორგანიზაცია არის რეგისტრირებული ქვეყანაში. ეხლა ამდენი 1000 არასამთავრობოს თითო წარმომადგენელი მაინც გვეყოლება, ერთი კაც დირექტორი მაინც გვეყოლება. თუ ეს ხალხი გამოვიდა ჯერ მე არ მაგის მესამედი ვნახეთ იქ უსტავაზე. ამაში უჩვეულო არაფერი არ არის. ამიტომ რაც უნდა ის გააკეთონ, შეიკრიბონ, რა თქმა უნდა გამოხაც უფლება ყველას აქვს და ეს უფლება არავის არ ჩამოერთმევა და ჩვენ დემოკრატია ქვეყანაში და როგორ ეს ხდებოდა სააკაშვილის დროს. და სხვათა შორის აქვე მინდა ისეთი კითხვა დავსვა. აი თუ რომელიმეს გახსოვთ სააკაშვილის მმართველობის დროს, ოდესმე თუ ყოფილა კრიტიკა იგივე, არ ვიცი ხა, ევროპარლამენტიდან, ან სენატიდან, კონგრესიდან ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათვლილი მდგომარეობის შესახებ.
ადამიანებს კლავდნენ პირდაპირ ქუჩაში, ხვრეტდნენ ახალგაზრდებს, ციხეებში აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, არეკეტებდნენ. ნული სრული სიჩუმე იყო, ნული გამოხმაურება. ჩვენი ხალხი იყო ბედის ანაბარა, მიტოვებული. და რომ არ მოსული იყო, გავიმეორებ კიდევ 2012 წელს ყოველთვის შევახსენე საზოგადოებას რომ და ჩვენ სამკრიტიკოსებს, რომ არ მოსული იყო ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინევანიშვილი ხელისუფლებაში, ქვეყანა აღარ გვექნებოდა მეგობრებო. არ გახსოვთ რა ხდებოდა, მედია არ არსებობდა, სად იყო მედია, სად მედია იყო? სააკაშვილის რუპორები იყვნენ უკაცრავად ეხლა. სასამართლო არ არსებობდა, პროკურატურა არ არსებობდა, არაფერი, უბრალოდ ყველაფერი ჰქონდა მას ამ ადამიანს საკუთარი, ასე ვთქვათ, ინტერესების გამტარებლად მოქცეული. დღეს თავისუფლება სასამართლოზე რო ლაპარაკობენ. კანონის უზენაესობის რეიტინგებით ასევე უცხოური ორგანიზების მიერ შეფასებული, ძალიან მაღალი ავტორიტეტული ორგანიზების მიერ შეფასებული რეიტინგებით ჩვენს ქვეყანას კანონის უზენაესობის რეიტინგებში გვაქვს პირველი ადგილი აღმოსავლეთ ევროპისა და ფართო რეგიონის მასშტაბით. უსწრებთ ევროკავშირის 10-ზე მეტ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ამაზე ისაუბრონ. ამაზე ეფიქრათ ამ ხელა დიქტატორი რო გამოიზარდა და ეს მანიაკი რამის ქვეყანა გადააყოლა და აქ ომი და უბედურება შემოიტანა. ნგრევა შემოიტანა ამიტომ თქვენს კითხვაზე ეხლა თქვენს კითხვაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რა თქმა უნდა ჩვენ არ დაუშვებთ არავითარ პროვოკაციებს. კარგია რომ ეს აქცია იმართება სხვა დღეს და არ დაამთხვიეს მათ ეხოთ გონიერება და კარგია ეს მისამებელია. 28-ში იმართება ბზობის დღეს ერთი როგორ შეიძლება ამის მარნუ გასაგებია მათი ეს მსამსი და მათი დამოკიდებულება. აქცია გაიმართება კვირას, ორშაბათს ჩვენი აქცია გაიმართება და მე მგონია ყველაფერი კარგად იქნება. კონსერვატორებს მე საუბრობ სანქციებაზე. იგივე სენატორები საუბრობდნენ ამ თემაზე ამ წერილში, ელოდებით თუ არა სანქციებას და არ იყო მკაფიო პასუხი თქვენი მხრიდან ამ წერილის. მე უკვე გავაკეთე განცხადება, მე ვეღარ გავიმეორებ. ამ კანონის მიღება თუ კი ამერიკასთან ურთიერთობას მეორე დაუბრუნდა. ამ კითხვაზე იქნება ორ კვირაში მეორედ დაუბლოკეს პარტია. თან კანონის სრული გარღვევა და თან საჯარო რესურსში არც კი იძებნება ის ანტიკორუფციული ის მიმართვა და ის სარჩელი საჩივარი, რომლის საფუძველზეც CSKOM პარტიას რეგისტრაცია შეუჩერა. მაინტერესებს ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის გასაოცარი დემოკრატია? მე არ ვარ გარკვეულ დეტალებში. თუ რაიმე კითხვები არსებობს, მიმართეთ მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რესურსს. არ ვარ ინფორმირებული. თქვენ როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რომ შეაფასოთ, რამდენად სამართლიანია, როდესაც არ ვიცი. მე რომ შევაფასო თქვენი სახელი? სოფია. მე რომ შევაფასო საკითხი, უნდა ვიცოდე გარკვეული ინფორმაცია რომ მქონდეს. არ მაქვს. ეხლა აქ ვერ ძალიან ბატონმა ირაკლი კობახიძე პრემიერმა ცილიდასამა პარტიას რომ რუსეთიდან ფინანსდებაოს მართველი გუნდის წარმომადგენელმა დავით მათიკაშმა. რამდენად სამართლიანი არ მომისმინე განცხადებები და მიმართეთ კითხვით. იგივე პრემიერს მიმართეთ პარლამენტის დეპუტატებს და გაგცემენ პასუხს ახლა მე რომ მეკითხებ ამერიკასთან ურთიერთობების გამჭება ბატონო კრიტიკა რაც საქართველოს ხელისუფლების მისამართით ეს არის ის რომ რა თუღის ფართოხსებას ეს კანონი თუ ევროპელები ასეთ განცხადებებს აკეთებენ აგერ უკვე ამერიკამ თუ მიეტოვა საქართველოს და დავჩებით ფაქტობრივად პირისპირ ოკუპანტებს უფრო მეც დავამატებდი ოპოზიციის ხმა საერთოდ არის მოდა ამ კანონის ინიციირებამდე საერთოდ არის მოდა ოპოზიციის ხმა და ეხლა გამოვიდნენ ქუჩაში ეს განწყობა იქნა მიღებული და ახლა მიმდინარეობს დისკუსია პარლამენტში და საჭიროა რომ პარლამენტში გადაწყვეტს საკითხი. ამ მიღების შემთხვევაში თქვენ გაგიფუჭდებათ ურთიერთობები ამერიკასთან რაც მე გითხარით საჯაროდ, იგივე ინფორმაცია და იგივე მიდგომა მაქვს არასაჯაროდაც დახურგვარს მე. ბოლო შეკითხვა თქვენ 2 წლის წინ განაცხადეთ ესეთი რაღაცა მახსოვს 2022 წლის 24 ივლისს რომ აუცილებლად დაიწყებდით კრიტიკულ ტელევიზიებში სიარულსა და დებატებზე დაჯდებოდით. 2 წლის შემდეგ მაინც შეასრულეთ პირობას წინასაარჩევნოდ, როდესაც ძალიან აუცილებელია ამ დებატების მოსმენა. რა აზრია თქვენთან მოსვლას? რას ნიშნავს რა აზრი? აზრი?
მაგერ ხო გელაპარაკებით და კითხვა არ გაქვს. თქვენ ვისაუბრეთ სენატორების წერილზე, თუმცა მაინც მკაფიო პასუხი რომ იყოს გასაგები საზოგადოებისთვის, რა დუღირს ქართულ ოცნებას ამ კანონის მიღება, თუ კი სტრატეგიულ პარტნიორთან გაგვიფუჭდება ურთიერთობა. აქვე დავამატებ, რომ 12 წლის განმავლობაში ეს კანონი თქვენ ხომ არ გახსოვდათ, რატომ გახდა ახლა საჭირო ამის მიღება, მით უმეტეს ეხლა რაღაც მიკითხებით, დავამთავრეთ საუბარი გასაგები. მე პასუხი გითხარით და შემდეგს გეტყვით. ისევ გავიმევ რაც გითხარით, რომ საჭირო არის დიალოგის გაგრძელება იგივე ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან, ევროპელ მეგობრებთან. ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, მონაპოვარი ბოლო პერიოდის კულმინაცია რაც იყო, ეს არის კანდიდატის სტატუსი. დღეს ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. დანარჩენი პროცესი გაგრძელდება, დიალოგი გაგრძელდეს. შვიდად წყნარად გონივრად გავიაროთ ბოლომდე. მადლობა. შეწყდება დაფინანსება.